Leoba თქვენ უსმენდით ნოდარ ხარშილაძეს მე მას მადლობას გადაუხდი გადავდივარ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილთან საგარეო პოლიტიკიდან გადმოვინაცვლოთ ერთგვარად საშინაო პოლიტიკაზეც თუმცა ცხადია ჩემი პირველი შეკითხვა დაეთმობა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ამით დავიწყებ თქვენთან საუბარს დიდი მადლობა ბატონო გია რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მითხარით თქვენი შეფასება თქვენი ანალიზი რითი არის ეს არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? პირველ რიგში ეს არჩევნები მთელი სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, სამყარო იცვლება და იცვლება რადიკალურად როგორც ჩანს და ამის მთავარი ტესტი არის ზუსტად ეს არჩევნები შეერთებულ შტატებში. პრობლემა იმაში გახლავთ, რომ ეს არის პირველი არჩევნები, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საერთოდ ამერიკული სისტემის არსებობა, ხო, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის, როგორც ჩანს, ამ სისტემას გაუჩნდა გარკვეული ხარვეზები და ამ ისტორიულმა კანონზომიერებამ ამოაგდო ისეთი ტიპის ლიდერი, როგორც არის სისტემაზე საუბრობთ, ხარვეზებზე და სისტემაზე. მე გულისხმობ იმ ტრადიციულ establishments, იმ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც განსაზღვრავდნენ არა მხოლოდ შეერთებული შტატების პოლიტიკას, არამედ შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით ბოლო 2-3 ათწლეულის განმავლობაში მთელი სამყაროს პოლიტიკას. და როგორც ჩანს, გაცვდა ეს სისტემა გარკვეულწილად და აი ამ ისტორიის ამ ეტაპზე გამოჩნდა ლიდერი, რომელიც ფაქტობრივად მზად არის აი ეს სისტემა, ეს establishment-ი საერთოდ გაიყვანოს თამაშიდან და პირდაპირ ესე რომ ვთქვათ ხალხზე იპოვოს გასასვლელი. ანუ ფაქტობრივად უფრო გლობალური ტერმინოლოგიით რო ვიმსჯელოთ, ხო, დღეს მიდის დატაკება ორი ტიპის კონცეფცია შორის. ერთი არის შეერთებული შტატების ნაციონალური ინტერესები, თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილებით და მეორე არის ამერიკის შეერთებული შტატები როგორც გლობალური ლიდერი, ხო? გლობალისტებსა და ნაციონალურ ინტერესებს შორის აი ესეთი ტიპის დაპირისპირება შედგა და საკმაოდ მწვავედ შედგა. და ეს იქნება ტესტი, ხო? ჯერ აქვს თუ არა ამ არსებულ სისტემას სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებს თუ არა, ამის ტესტია დღევანდელი არჩევნები. გასაგებია, რომ ჰილარი კლინტონის ირგვლივ არის ყველა ინტერეს ჯგუფი, მთელი establishment-ი, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კონსოლიდირებული და ეს მას აძლევს, საკმაოდ სერიოზულ უპირატესობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ტესტი ამერიკელ ხალხს აქვს ჩასაბარებელი, უნდათ თუ არა ესე ცხოვრების გაგრძელება, ხო? საინტერესო არის აი რუსული ფაქტორი, მაგრამ სიურპრიზები არ არის გამორიცხული. ბატონო გია, აი რუსული თემა, საქართველოზე როგორ აისახება ამერიკის რუსეთთან ურთიერთობის სავარაუდო განვითარება ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში და მისი ურთიერთობის პერსპექტივები რუსეთთან ან დონალდ ტრამპის და ამ შემთხვევაში საქართველოზე როგორ აისახება, როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ პირადად? კი ბატონო, რაც შეეხება ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი, იმიტომ რომ ეს მემკვიდრეობითობა აქ იქნება უზრუნველყოფილი და ალბათ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება, რაც იყო დღემდე, სავარაუდოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ესე რომ ვთქვათ, ის არის აი ამ პოლიტიკურ კალაპოტში არის განთავსებული იგივე პოლიტიკურ კალაპოტში გააგრძელებს თავის პოლიტიკას და პრინციპში ეს სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება ამა თუ იმ ფორმით, თუმცა აქაც შეიძლება მოხდეს სიურპრიზები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამყარო იცვლება მთლიანობაში, ჩვენ ხედავთ რომ დღეს ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში და არა მხოლოდ სირიაში, თუმცა პრინციპში პროგნოზირება ამ შემთხვევაში არის ადვილი. რაც შეეხება ტრამპის გაპრეზიდენტების გამარჯვების შემთხვევაში ის პირველი რუსეთში ჩავა პუტინთან შესახვედრად. ეს საინტერესოა ტრამპის შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ ხედავთ თქვენ საქართველოს და როგორ ხედავთ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობას და ამ კონტექსტში ჩვენი ქვეყნის მომავალს?
კი ბატონო, ესე იგი ამ შემთხვევაში ეხა მე არ ამგონია რომ ის მართლა ეხა გაიქცეს და პირველ რიგში პუტინს ჩაეხუტოს, იმიტომ რომ ნაციონალური ინტერესები შეერთებული შტატების ამას არ გულისხმობს და ბუნებრივია ტრამპი არ არის ესეთი მარტივი ტიპი, რომ მარტივი ადამიანი, რომ ადგენს და ეხა ესე რომ რუსეთთან რაღაც დიდი სიყვარულები დაიწყოს, ეს უფრო პოლიტექნოლოგიური ხაზი იყო მისი მხრიდან, ამაზე აპელირება, ამით ის პროვოცირებას ახდენდა მეორე მხარეს მუდმივად გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მხარე თავის საარჩევნო კამპანიას ფაქტობრივად მიშა სააკაშვილის ტექნოლოგიით აგებდა, ხო? ანუ ვინც სისტემას უპირისპირდება, ყველა არის რუსეთის აგენტი და მათ შორის ტრამპიც, FBR-ის დირექტორიც კი ერთი პერიოდი ლამის ესე რომ ვთქვათ რუსეთის აგენტად იყო მიჩნეული, ხო? ეხლა რა შეეხება რა რისკები არსებობს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის რისკები არსებობს, არა ესეთი პირდაპირი და უხეში, როგორც ესე რომ ვთქვათ, აი მე და თქვენ საუბრობთ, არამედ გამომდინარე იგივე კონცეფციიდან, ტრამპის კონცეფციიდან, რომელიც პირველ რიგში ეცდება, რომ იხელმძღვანელოს შეერთებული შტატების ნაციონალური ინტერესებიდან და არა რაღაც გლობალისტური ინტერესებიდან გამომდინარე, აი ეს ამ პრაგმატიკამ შეიძლება მას უბიძგოს იქითკენ, რომ რუსეთთან დაიწყოს პრაგმატული გასაგების საუბარი, მათ შორის ინტერესთა სფეროების გადანაწილების თვალსაზრისით, ხო? და აი აქ დგება ზუსტად პრობლემა, რომ შეიძლება ნამდვილად აღმოჩნდეს საქართველოს აი ამ სავაჭრო დახლზე, ამერიკა-რუსეთის სავაჭრო დახლზე შესაბამისი ნეგატიური განვითარებით, ხო? თუმცა მე სამყარო დღეს იმდენად დინამიურად იცვლება, რომ კლინტონის შემთხვევაშიც კი არ არის გამოსარიცხი ესეთი ტიპის ნეგატიური სცენარი, არათუ ტრამპის, ასე რომ, მაგრამ ტრამპის შემთხვევაში ამის რისკი არის უფრო მაღალი. ბატონო გია, მოდით ამერიკიდან გადმოვინაცვლოთ ეხლა საქართველოზე შიდა პოლიტიკურ თემებზე მინდა დაგისვათ ორიოდე შეკითხვა პირველ რიგში მაგალითად სააკაშვილი რომელიც გადადგა ოდესის გუბერნატორობიდან სხვა შორის ის ვარაუდობენ რომ ოპოზიციიდან როდესაც დაიწყებს უკვე ბრძოლას ამჯერად უკრაინაში რომ მას შესაძლებელია კონდეს ამერიკიდან დიდი მხარდაჭერაც აი ამაზე რა სიტყვით და მისი მომავალი შეიძლება ბევრმა გამოთქვა ასეთი ვარაუდი რომ საერთოდ უკრაინიდანაც შეიძლება საბოლოოდ მან გადაადგილება გააკეთოს და უკვე საცხოვრებლად წავიდეს ამერიკაში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ვარაუდები. მე მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა. როგორ ხედავთ თქვენ მიხეილ სააკაშვილის როლს უკვე ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ აქტიურობებში? ფიქრობთ რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუ ფიქრობთ რომ იგი საერთოდ განერიდება ქართულ პოლიტიკას იმ ფონზე რაც მის პარტიაში ხდება? ხო, ну, ეხლა რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ, ესე რომ ვთქვათ, ნაბიჯებს, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ხო? ჩვენც გვისაუბრია, მე მგონი ამაზე, რომ მისი წამზომი უკრაინაში ჩართული იყო, ამას ყველა ხედავდით. მუდმივად საუბრობთ ამაზე ყველა ინტერვიუს დროს, რომ აი ძალიან მალე ის დაკარგავს საკუთარ პოზიციებსო. დიახ. კი ბატონო, მას აი მისი ფორსირებული სცენარის განვითარება საქართველოში ამასაც უკავშირდებოდა გარკვეულწილად, იმიტომ რომ მან იცოდა რომ ესე რომ ვთქვათ ის საბოლოოდ შედიოდა ჭაობში და ახალი პოლიტიკური სტარტისთვის მას სჭირდებოდა გარკვეული პლატფორმა. საქართველოში წარმატების შემთხვევაში ესე რომ ვთქვათ, ну, ბუნებრივია მას ეს პლატფორმა შეექმნებოდა და გამომდინარე აი ამ თავისი ესე რომ ვთქვათ სწრაფი მოთხოვნილებებიდან პირადი პოლიტიკური პერსპექტივის, ხო? მისთვის ძალიან პრინციპული იყო იგივე რევოლუციური სცენარის განვითარება საქართველოში. ის მისთვის ეს დამახასიათებელია, მაგრამ აი შექმნილი რეალობიდან გამომდინარე უფრო გასაგები ხდება თუ რატომ ავითარებდა, რატო უბიძგებდა ის ნაციონალური მოძრაობას აი ამ რევოლუციური სცენარისკენ, ხო? დღეს მას საკმაოდ შეზღუდული აქვს პოლიტიკური დიაპაზონი, პოლიტიკური სვლების დიაპაზონი. შეიძლება ითქვას, ერთადერთი სვლა დარჩა მას და ეს სვლა არის ზუსტად ის, რასაც ის დღეს აკეთებს, ანუ უკრაინის საჯარო პოლიტიკაში ინტეგრირება, ხო? ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში დღეს არ არის მარტივი სიტუაცია, ვიცით, რომ პოროშენკო დღეს ფაქტობრივად დგას მხოლოდ რუსულ საფრთხეზე, მას მეტი ობიექტური საყრდენი დღეს უკრაინულ საზოგადოებაში
საზოგადოებაში აღარ გააჩნია. მე იმაშიც გეთანხმებით, რომ შეერთებულ შტატებშიც უკვე გარკვეული გაღიზიანებაა მის მიმართ, იმიტომ რომ მთავარი მოთხოვნა იყო რეფორმები, რაც არ ტარდება უკრაინაში და აი აქ ზუსტად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია აი ამ ამერიკული განწყობის კაპიტალიზაცია. კორუფციასთან ბრძოლის სახელით ახალი ოპოზიციური მოძრაობის დაწყება ოღონდ უკრაინის პოლიგონზე. პოლიტიკურ პოლიგონზე. უკრაინის პოლიგონზე კი ბატონო და აი ამის კაპიტალიზაციის მცდელობა. ეხლა ეს არ არის მისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი, საკმაოდ სარისკო გამოსავალია, მაგრამ მას უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, ხო, ჩაკეტილია გზა საქართველოსკენ, ჩაკეტილი აქვს თვითონ უკრაინის ესე რომ ვთქვათ პოლიტიკურ ელიტაში გზა და შესაბამისად ის შეეცდება რომ ეს შიგა უკმაყოფილება მაქსიმალურად გამოიყენოს უკრაინელი ხალხის, გარკვეული კონსოლიდაცია მოახდინოს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების და პოლიტიკური ძალების და მას ეს უნარები აქვს, ჩვენ ვიცით, ხო არაერთხელ გვინახავს ჩვენ ის ამ როლში და აი ესე ღრუე წყალში თევზის დაჭერა მას კარგად შეუძლია. ამით შემდგომში მოახდინოს აი ამ ყველაფრის კაპიტალიზაცია ამერიკის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების მხარდაჭერით და რაღაც შედეგი მიიღოს. ძალიან რთული და სარისკო ამოცანაა, მაგრამ სხვა მას არაფერი არ დარჩენია. სხვა სვლა პოლიტიკაში მას არ აქვს, პოლიტიკის გარეშე მას არსებობა არ შეუძლია, ჰაერივით არის მისთვის პოლიტიკა, ასე რომ მას ეს მისი არჩევანი იმდენად არ არის, რამდენადაც მოვლენების განვითარების ლოგიკა უბიძგებს მას. ანუ ფიქრობთ, რომ უფრო მეტად იგი უკრაინული ბრძოლით დაკავდება, უკრაინის პოლიტიკური ბრძოლით და უფრო ნაკლებად საქართველოს. იცით რა მინდა კითხოთ, თქვენ რა ანალიზს გააკეთებთ ბატონო გია იმ პროცესებზე, რაც სააკაშვილის პარტიაში მოხდა და ხდება ბოლო პერიოდში, აი სანდრას მიერ თუნდაც პარლამენტის მანდატზე უარის თქმაზე. რა შეგიძლია თქვა, წეგან ჟიაძიძიგური ყავდა 2 საათიან ამდებში და მან თქვა, რომ ენემი უკვე გაიყო მიშისტება და გიგა ბოკერიას მხარდამჭერებადო. შეგიძლიათ იგივე თქვა თქვენც? ხო, არა, ნუ ეს ძალიან მარტივი გაგებაა პოლიტიკის, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან ესეთი რიტორიკა, რა თქმა უნდა, იქნება და ეს ტექნოლოგიის თემა, არ ამგონია რომ თვითონ ჯეროდეთ ამის, ხო? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ნაციონალურ მოძრაობაში მშვენივრად ესმით, რომ გაყოფა არის შეუძლებელი და დააზიანებს ყველას და ყველაფერს. ისინი აუცილებლად იპოვიან თანაცხოვრების მოდელს. მეცაც გეტყვით, მიხეილ სააკაშვილს როგორც ლიდერს, ხო? ანუ საპატიო თავმჯდომარის სახით ან კიდე რაღაცის სახით ისინი აუცილებლად შეინარჩუნებენ კონსერვაციის რეჟიმში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დღეს ეხა ელექტორალური მხარდაჭერა ამ პარტიისთვის არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემაა, რომ მას გაიმყარონ პოზიციები როგორც ქართულ რა თქმა უნდა, როგორც ქართული ოცნების ერთადერთმა ალტერნატივამ, რაც ქართულმა ოცნებამ ხო ისინი დანიშნა ერთ ალტერნატივად, იმიტომ რომ ფაქტობრივად მოусუფთავა ოპოზიციურ ველზე ველი მთლიანად კონკურენტები ჩამოაშორა, ზოგი დაანგრია, ზოგი დაიშალა და რა არ მოხდა. ანუ დღეს ნაციონალური მოძრაობა ობიექტურად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე იყო 1 და 2 წლის წინ, იმიტომ რომ კონკურენტები აღარ აყავს ოპოზიციურ ფლანგზე. დანიშნა ეს ქართულმა ოცნებამ თავის ერთ-ერთ ალტერნატივად და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის წასვლა დამაზიანებელი იქნება, კონსერვაციის რეჟიმში მისი დარჩენა არის აუცილებელი და გამომდინარე იქიდან თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური კარიერა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის, ხო? ჩვენ ვისაუბრეთ მის კაპიტალიზაციაზე ხალხში, შეერთებულ შტატებში, თუ მან მცირე წარმატებას მაინც მიაღწია იმ ველზე, ეს ბუნებრივია ირიბად აისახება ნაციონალურ მოძრაობაზეც აქ პოზიტიურად და არა ნეგატიურად, ამას ტყუილად ელოდებიან. ის რომ ეხა მისი ექსტრადირება მოხდება, რომ რა თქმა უნდა მას გარკვეულწილად შემოდგომა დაუდგა მის პოლიტიკურ კალენდარზე ნამდვილად ნოემბერია დღეს, მაგრამ შემოდგომა შეიძლება მოყვეს ესე რომ ვთქვათ მხოლოდ გრძელი ზამთარი, როგორც ერთ-ერთ ცნობილ და ძალიან პოპულარულ სერიალშია, თუმცა ზამთარმა შეიძლება ძალიან მალე გაიაროს და ისევ მოვიდეს
დღეს გაზაფხული, ხო? ეს არავინ არ იცის, ამის წინასწარ პროგნოზირება არის ძალიან რთული. და კიდევ ერთი საინტერესო იყო თქვენი ანალიზის მოსმენა, რას იტყვით ბატონო გია უკვე სახეზე, რაც გვაქვს იმ მოცემულობაზე, გულისხმობ ამჯერად სახელისუფლებო გუნდს, რომელმაც საპარლამენტო თანამდებობები გადაანაწილა და აღმოჩნდა, რომ ძირითადად წინა პლანზე მათ წამოწიეს ახალი სახეები, ახალი ლიდერები, კომიტეტების ხელმძღვანელები ძირითადად ხდებიან ახალი დასავლეთში განათლება მიღებული ლიდერები და სახეები. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი და აქვე ვიდრე ჩვენ გავიგებთ როგორ დააკომპლექტებს გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო გუნდს, ვიცით ის რომ მაგალითად ძალოვან მინისტრებს არ ეხება, მაგრამ ეკონომიკურ გუნდს შეეხება. ეს რისი აღიარებაა პრემიერის მხრიდან თქვენი აზრით? Ну, პირველი, რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, მე უდაოდ ამას პოზიტიურად შევხედავდი, ხო? ანუ ეს არის გარკვეული ცვლილებების სურვილი ყოველ შემთხვევაში. რამდენად გამოუვათ, ეს მეორე საკითხია, ამას უკვე დინამიკაში უნდა შევხედოთ, მაგრამ თავისთავად ის, რომ ესეთი მოთხოვნილება გაჩნდა, რომ ცვლილება ახალგაზრდა, ამბიციური, კომპეტენტური ადამიანების მიმართულებით წავიდეს, ხო? ეს კარგია, კარგი სურვილია. ეხლა ეს სურვილები დარჩება სურვილებად თუ იქნება რეალიზებული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამას უკვე დრო გვაჩვენებს. თუმცა დასაწყისი ჩემთვის ძალიან ესე რომ ვთქვათ, გასახარია, მარტივად რო ვთქვა. რაც შეეხება მთავრობაში მიმდინარე პროცესებს, ну, აქ ეხლა მე ბევრჯერ მithქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ინსტიტუციურ მართვაზე გადასვლა. ანუ ის, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ის იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, რაც მთავარია, ის არის პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. და საზოგადოება უკმაყოფილების შემთხვევაში სოლაკში კი არ დარბოდეს, არამედ მიდიოდეს კანცელარიასთან. ხო, ეს იყოს მისი მაქსიმალური მარშრუტი. შეიძლება პარლამენტთან, კანცელარიასთან და ამ შემდეგ. აი ეს ინსტიტუციური მართლობა, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტი და სანამ ჩვენ საზოგადოებაში არ გაჩნდება განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი არის რეალური ლიდერი, ის იღებს გადაწყვეტილებებს, ის არის პასუხისმგებელი და მასზე არ მოხდება აპელირება და ვიღაცეები მუდმივად ხშირ შემთხვევაში ძალიან უსამართლოდ, ხო, ბიძინა ივანიშვილისკენ არ გაიშვერენ ხელს, მანამდე ჩვენ ვერ დავლაგდებით როგორც მადლობა ბატონო გია და სანამ გაგვეთიშება კიდევ ერთი კითხვა უნდა მოვასწრო. ეს არის, აი ეხლა თქვენ საუბრობდით, რამდენად აღმოჩნდება დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერი. ამას უკვე გვაჩვენებს მომავალი მისი საქმიანობა. დღეს რაც გვაქვს სახეზე, ამ მოცემულობის მიხედვით, ოცნების გუნდი, თუნდაც საპარლამენტო თანამდებობებზე გადანაწილებული, თუნდაც ახალი გუნდი, რომლითაც შევიდნენ პარლამენტში და სამთავრობო სავარაუდო. ეს არის კვირიკაშვილის გუნდი, თუ ეს არის ივანიშვილის გუნდი? არა, ეს არის უდაოდ ივანიშვილის გუნდი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართულ ოცნებაში ვერ გაიზარდა ვერც ერთი ლიდერი. ის იმ ტიპის ლიდერი, რომელზეც ჩვენ გაგვიჩნდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განცდა, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება. მე ფართო მასშტაბიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მაქვს მხედველობაში. ჯერჯერობით ესეთი ლიდერები არ ჩანან. ეს შეეხება კვირიკაშვილსაც, ხო? აი მისი ეს პირველი განცხადებები მთავრობის კომპლექტაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვს შანსი, რომ ჩამოყალიბდნენ ესეთ ლიდერებად, ხო? ამ პროცესში ძალიან ბევრი რამეა მათ ღირსებაზე დამოკიდებული, ხო? მათ ესე რომ ვთქვათ, პიროვნულ შეაძლებლობებზე ერთის მხრივ და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რა აქვს დიდი სურვილი, რომ ეს ტვირთი მოიშოროს. და აი აქ უნდა იყოს ორმხრივი მოძრაობა. ერთია რომ მას აქვს ამის სურვილი, მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ თვითონ აი ამ ელიტას, რომელსაც არ აქვს ეს უნარები, მუდმივი მოთხოვნილება აქვს, რომ მას აკიდოს ისევ პასუხისმგებლობა, მას გადააბაროს გადაწყვეტილების მიღების, ესე რომ ვთქვათ, პროცესი და აი თუ ორივე მხარემ აქ არ იმოძრავა
დაშორებისკენ და ისევ ჩახუტებისკენ გაგრძელდა ყველაფერი, ჩემის აზრით ჩვენ გვექნება კიდე პრობლემები და კიდე დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. წარმატებები მინდა გისურვო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ახლა კი გადავინაცვლებ უკვე ხათუნა ლაგაზიძესთან.